საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღეს. თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. დაყადაღებული ფონდების, დამფუძნებლების და პროტესტში ჩართული პირების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ძირითადად ამოღებულია მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. დილიდან პროკურატურა რამდენიმე აქტივისტის სახლში ერთდროულად მივიდა, მათ შორის ანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში. პროკურატურა ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში შევიდა. განჩინებაში ჩხრეკის მიზეზად მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318 და 319 მუხლები, რომლებიც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა. იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდა ამოეღოთ. გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ ბაჯელიძემ განაცხადა, ჩხრეკა ტარდება ჟურნალისტ ანუკა ჟორჟოლიანის შვილის სახლში, სადაც თავად არ ცხოვრობს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო დანაყოფები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების DCFTA-ის გადახედვას, თუმცა ფრთხილობს. ამავე დროს ევროკომისარი მარტა კოსი არ გამორიცხავს საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, რაც 2024 წლიდან შეჩერებულია. შეიძლება ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება DCFTA. შეიძლება ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი, ასე რომ შეიძლება ეს გავყინოთ. ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთი მეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. რა სარგებელს იღებს საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით და რა საფრთხეს ქმნის მისი შეჩერება. ნუცა შუბაშვილი შემოგვიერთდება ამ მემართულებით გაკეთებული შეფასებებით შემდეგ გამოშვებებში. TBC კაპიტალის შეფასებით არსებულ ვითარებაში ეროვნული ბანკი აპრილში რეზერვების შევსების პოლიტიკას აგრძელებს. ახალ მიმოხილვაში TBC-ს მთავარი ეკონომისტი მიუთითებს, რომ დოლარის გლობალურად დასუსტების მყისირი ეფექტი ლარისთვის მკვეთრად პოზიტიურია. ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ მყარდება. სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებამ კი ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მცირებითი დასუსტებაც გამოიწვია, თუმცა უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში სავაჭრო პარტნიორებიდან მოთხოვნისა და შესაბამისად სავალუტო შემოდინებების შემცირება ლარისთვის გარკვეული უარყოფითი ეფექტების წარმოშობასაც მოასწავებს. რაც შეეხება მიმდინარე დინამიკას, საქართველოში TBC კაპიტალის შეფასებით უახლოესი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ეროვნული ბანკი კი რეზერვების შევსებას უკვე უფრო მოცულობითი ინტერვენციებით ახორციელებს, რასაც ტურიზმისა და უნაღდო დანახარჯებში გაუმჯობესება და დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა განაპირობებს. როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით ლარი წონასწორულ ნიშნულთან შედარებით უფრო სუსტია, მიიჩნევს TBC კაპიტალი და ელის, რომ აპრილში რეზერვების შევსება მარტში დაფიქსირებულ 102 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. წმინდა სავალუტო შემოდინებები მარტში მხოლოდ მცირედით გაუარეს და იმპორტის აღდგენის გამო, ხოლო დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა ბოლო პერიოდში მეტნაკლებად ლარისთვის პოზიტიური გახდა. შესაბამისად, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით, ლარი წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით უფრო სუსტია. ზემოხსენებულმა ფაქტორებმა ამერიკული დოლარის გლობალურ შესუსტებასთან ერთად რეზერვების შესავსებად უფრო მოცულობითი ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომელმაც მარტში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 102 მილიონი დოლარი შეიძინა, ხოლო აპრილში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა ჩვენი შეფასებით კიდევ უფრო დიდი იქნება. ამ ფონზე თუ კი სამომავლოდ ამერიკული დოლარი კიდევ უფრო მკვეთრად არ გაუფასურდება, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები სების საერთაშორისო რეზერვების შევსებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებას.
Golden Dagardis ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის არსებული ტრენდის გათვალისწინებით ეროვნულ ბანკს მარტის მსგავსად აპრილშიც ექნება შესყიდვები რეზერვების შესავსებად. როგორც ეკონომისტმა საქმიან დილაში განაცხადა, მარტში დეპოზიტების დოლარიზაციის კლება გაგრძელდა, რაც ნიშნავს, რომ კონვერტაციები კვლავ ხორციელდება. ლაშა ქავთარაძის თქმით, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაციებთან ერთად გარე ფაქტორმა დოლარის დასუსტებამ იქონია პოზიტიური გავლენა ლარის კურსზე, რამაც სებს რეზერვის შევსების შესაძლებლობა მისცა. მარტში დაფიქსირდა ისევ გაგრძელდა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება 0.15% პუნქტით შემცირდა 52.8%-მდე. ეს ფაქტობრივად იმას მიანიშნებს, რომ კონვერტაციები კიდევ განხორციელდა და სწორედ ეს კონვერტაციების შედეგი არის ის, რომ ლარის კურსის ასე ვთქვათ მყარდება ერთი მხრივ და მეორე მხრივ გლობალური ფაქტორი მოქმედებს ამაზე, როდესაც დოლარი დიახ, როდესაც დასუსტებული არის გლობალურად, ეს მეორე მხრივ ასე ვთქვათ პოზიტიური არის ლარისთვის და სწორედ აი ამ ტრენდების გათვალისწინებით იყო ის, რომ ლარის კურსი მყარდებოდა, ამას შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომ მარტში შეესყიდა დაახლოებით 102 მილიონი დოლარი, ეს არის რეზერვების შესავსებად, 4.3 მილიარდი იყო მარტში საერთაშორისო რეზერვები, აპრილში ფიქრობთ, რომ იმ დონის არანაკლებ რაც მარტში იყო განხორციელებული ეს შესყიდვები, იმ დონის იქნება აპრილშიც. ფქვილზე გაზრდილმა საიმპორტო გადასახადმა იგივე დამაბალანსებელმა მოსაკრებელმა რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდვა, რამაც შესაძლოა პურის ხარისხზე გავლენა იქონიოს. პურის მწარმოებლები მორიგ გამოწვევაზე საუბრობენ, რომელიც ამჯერად პროდუქციის ხარისხის გაუარესების რისკებს ეხება. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კი კატეგორიულად არ ეთანხმება ბოლო პერიოდში პურის მწარმოებლების მიერ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გამოთქმულ მოსაზრებებს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ასოციაციის წევრი წისქვილ კომბინატების მიერ იფგოვა ზუსტად იმ ხარისხის და კატეგორიის მეტიც რუსეთის იმავე რეგიონიდან იმპორტირებულ რუსული სასურსათო ხორბალი, რასაც რუსეთში იგივე რეგიონში მდებარე წისქვილ კომბინატები ფქვავენ და ფქვილის ექსპორტს ახორციელებენ საქართველოში. თემაზე ელინე გოგბერაშვილი მუშაობს და მხარეების შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში დეტალურად გაგვაცნობს. სტაციონარული დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ვადა 1 მაისს იწურება. შესაბამისი ვალდებულების გადავადების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ 2024 წლის ბოლოს მიიღო. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე, რომელსაც ყველა ის კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. რამდენად სწორად წარიმართა პროცესები ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კლინიკების აკრედიტაციის ნაწილში, რომელიც 2022 წლიდან ანონსდება, ასევე რამდენად გამართლებული იყო პროცესის გადავადება და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომელიც კლინიკებში ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. თემაზე 15 საათსა და 30 წუთზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი 12 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია, განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთზე დაგიბრუნდებით.